მოგესალმებით. პირველი საზოგადოებრივი წარმოგიდგენთ ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ შოუს წიგნების თარო. მე მისი წამყვანი სანდრო ლორთქიფანიძე ვარ, ხოლო დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრადაა მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი. მოგესალმებით ყველას. მადლობა მანიკა. ხო? დღეს მე-6 მერვედფინალს თამაშობთ. ძალიან რთული თამაში გველოდება წინ და ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი თამაშის მონაწილეები. ჩემგან ხელ მარცხნივ ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლა. ნინო, მარიამი და ლიკა. და ჩემგან ხელ მარჯვნივ თბილისის 158 საჯარო სკოლა. ბექა, ლაზარე და ლუკა. გამარჯობა მერვედფინალისტებო. როგორ შეგრძნება უკვე მოგებული როგორ თამაშდა მერვედფინალისტი რომ ქვია. კარგი? ცუდი. დამჯერდ მერვედფინალისტობა უკეთეს შეგრძნება, ამიტომ იბრძოლეთ ამისთვის. მე გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ თითოეული თქვენგანი მიიღებს სპეციალურ საჩუქრებს თამაშის ბოლოსკენ, რა თქმა უნდა, წიგნების თაროსგან, მაგრამ მხოლოდ გამარჯვებული გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას ჩემპიონატში და იბრძოლებს მთავარი პრიზის მოსაპოვებლად, რომელიც გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. ამიტომ თქვენი მაქსიმუმი უნდა გვაჩვენოთ. რაც შეეხება თამაშის წესებს, წესები მაყურებლისთვის ჩვენს ეკრანზე გამოისახება, ხოლო თქვენ უკვე კარგად იცით და გავლილიც გაქვთ ეს წესები ნამდვილად. მზად ხართ თამაშის დასაწყებად? მაშინ დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. ყურადღებით, პირველი რაუნდი, ნაწარმოები. წიგნი, რომელიც უნდა გამოიცნოთ, მსოფლიოს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტორს ეკუთვნის. მას კრიტიკა ხშირად არ სწყალობს და ინტელექტუალურ წრეებში ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავს. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი თითქმის ყველა წიგნი გამოცემიდან უმოკლეს დროში მსოფლიო ბესტსელერად იქცა. ეს ნაწარმოები 2007 წელს გამოქვეყნდა. ასე უცებ წლები დავიმახსოვრეთ, ხო, ნაწარმოებებს. ჯერ კიდევ ელისი. ვინ და ვინ? ჯერ კიდევ ელისი. ჯერ კიდევ ელისი? გონი ესე ჯერ კიდევ ვიღაც. ჯერ კიდევ ელისი. საინტერესო ვერსია, არ სწყალობს, თუ მის ავტორს კრიტიკა. გონი ესე მახსოვს რაღაც და არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ შეიძლება ეს იყოს. არ ღალატობ თქვენ სათამაშო სტილს სწრაფად გარისკვას, ხო? მაგრამ ამჯერად არ გაგიმართლოთ, ეს არ არის სწორი პასუხი, ამიტომ ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლისთვის ვაგრძელებ შეკითხვის დაკითხვას. ყურადღებით. შეგიძლიათ მოისმინოთ, შვიდად. ეს ნაწარმოები 2007 წელს გამოქვეყნდა. რომანის მთავარი გმირი ტრანსილვანიაში დაიბადა. დედამ ის იმის გამო მიატოვა, რომ უცხოელი კაცისგან შეეძინა. ის მდიდარმა ლიბანელმა წყვილმა იშვილა. თუმცა წიგნი იწყება არა დაბადებით, არამედ მთავარი გმირის სიკვდილით, რომელმაც დაბადების სახელზე უარი თქვა და ათენა დაირქვა. ნაწარმოების სათაური კი მინიშნება ჯადოქრობაზე, რომელიც წიგნში შეიძლება შეგხვდეთ. არ გაქვთ ვერსია, ამიტომ 30 წამი გაქვთ. ოცდაათი წამი ამოიწურა, არ რისკავს ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლა და უკვე დაგჭირდა სტუმრის მინიშნება, მანიკა იქნებ დაგვეხმარო. კარგი, ესე იგი. ათენა უკვე ახსენე სანდრო, რომელიც არის წიგნის მთავარი გმირი და ისიც უკვე ვახსენეთ, რომ წიგნი იწყება ათენას სიკვდილით. ანუ როგორ მიდის ის აღსასრულამდე. ეს არის ნაწარმოების მთავარი ინტრიგა, ასე რომ ვთქვათ, შერინ ხალილი სახელს მას შემდეგ იცვლის, რაც შემთხვევით ბიძისა და დედის დიალოგს შეესწრება და ათენას თავად ირქმევს. მას ხშირად აქვს ხილვები, ანგელოზები და წმინდანები არის მის ხილვებში ხშირად.
და ეს ყველაფერი მშობლებს ძალიან აშფოთებს. ეს არის ჩემი მინიშნება, თუ შეიძლება რომ რამეში დაგეხმაროთ. ეს არის მინიშნება, მაგრამ ვერ ხვდებით, ხო? რამე ვერსია მაინც არ გაქვთ? მე მგონი იცი რატო ვერ გამოიცნეს, რომ უკვე ისეთ ლიტერატურაზე გადავიდნენ. აქ ისე სწრაფად იცნობენ ხოლმე ძალიან დიდ წიგნებს და დიდ ავტორებს, რომ ამას უკვე აღარაფრად თვლიან და ვერ გამოვიცანით, ამიტომ მე მგონი ეს შეკითხვა. საუბარი იყო პაოლო კოელიოზე, ძალიან ცნობილ ავტორზე და მის ერთ-ერთ ბოლო ნაწარმოებზე პორტობელო ელ ჯადოქარზე. ანგარიში 0-0-ია, ბუნებრივია, პირველი შეკითხვა ვერ გამოვიცანით. არა უშავს. მადლობა გონისლებისთვის, მანიკა. ჯერ არ დაგვეხმარა, მაგრამ კიდევ დაგვეხმარება ალბათ. პორტობელო ელ ჯადოქარი. გქონდათ გაგონილი? გაგონილი. არც ისე. პაოლო კოელიო ხო გქონდათ? კი. კარგით, არა უშავს. ყველაფერი წინ არის, ცოტა მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ეგ არაფერი. ვაგრძელებთ. მეორე რაუნდი. პერსონაჟი. ახლა კი თქვენ უნდა გამოიცნოთ პერსონაჟი, რომელსაც ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი უნდა გადახდენოდა. ის მუშაობს ბანკის უფროს ბუღალტრად და ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული ნიშან-თვისებებით გამოირჩევა. ის არაა გმირი, არც ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობს, არც სისტემასთან მებრძოლი დისიდენტი ან რევოლუციონერია. მისი მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება რუტინულ, ყოველდღიურ შრომას ემყარება. და მაინც მის 29-ე დაბადების დღეზე მოულოდნელად ყველაფერი იცვლება. მასთან ორი უცნობი მიდის, რომლებიც გაურკვეველი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან და მას სრულიად აუხსნელად აპატიმრებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობილი პერსონაჟი თავის ხვედრს მორჩილად ხვდება, ეს წიგნი ძალადობრივი სისტემის აბსურდულობის ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ორი სიტყვის თქმა არ დამაცადეთ, მაინც გარისკეთ და გისმენ. იოზეფ კა. იოზეფ კა. იოზეფ კა. ჯოზეფ კეი. იოსებ კ. კანი. ქართულში ესე იქნება. იოსებ კანი. დარწმუნებული ხართ? მეტნეკლა. 30 წლის იყო. დაგოჭი აპლოდისმენტებს გიტრათ, ეს სწორი პასუხია ნამდვილად და 3-0 ხდება ანგარიში, აპლოდისმენტები. ყოჩახ, 3-0. ძალიან ნერვიულობთ, გატყობთ ორივე გუნდს, ამიტომ ცოტა ხანი შეისვენეთ და ამჯერად გულშემატკივარმა ინერვიულოს. მესამე რაუნდი. სტუმარი. მანიკა ამჯერად გადმომილოცია ბურთი და მოედანი. წიგნი, რომელიც უნდა გამოიცნოთ, ძალიან ცნობილ მწერალს ეკუთვნის და მე-20 საუკუნის დამდეგს დაიწერა. თავად ამ პოპულარული ავტორის აზრით, ნაწარმოებმა მასში ის ახალგაზრდული ცეცხლი და ხედვა აღძრა, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი ცხოვრების გზა. მართლაც მთავარი პერსონაჟი საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდება და ბუნებას უბრუნდება. ბუნებას უსმენს და მასთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას იწყებს. ეს არა მხოლოდ პირადად მისთვის, არამედ მისი ხალხისთვისაც მრავალი სარგებლის მომტანი გახდება. ამის მიუხედავად არსებობს მისი პირადი ცხოვრება, სადაც ეს ჰარმონიულობა სამწუხაროდ ირღვევა. ის ცოლის დაჟინებული მოთხოვნით საკუთარი ნების არის უკვე ვერსია, შევწყვიტოთ კითხვა, ამიტომ საინტერესოა, გასცემს თუ არა გულშემატკივარი კითხვა სწორად პასუხს გისმენთ? ფიქრობთ რომ არის ვაჟა-ფშაველას გველის მჭამელი. გველის მჭამელი. დიახ, პერსონაჟი ბუნებას უსმენს და ასე შემდეგ, არ ვიცი. გითხარი მანიკა. დილოცავთ. ეს ორი პასუხია. 6-0 ეს უკვე სერიოზული განაცხადია, აპლოდისმენტები გულშემატკივარს თავად. 6-0 წინ გაიჭრა ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლა. მადლობა. გამოიცნობდი ამ შეკითხვას? ესე მალე. შეიძლება ვერ. შეიძლება ვერ. კი ბატონო. იმიტომ ზუსტი მინიშნება არ ყოფილა რეალურად ისეთი. ხო, რა თქმა უნდა. სადღაც უნდა დაგეჭირა რაღაც. ხო და ის სწორად დაიჭირეს. კი ბატონო. საერთოდ ისე ნერვიულობით და ღელვით დავიწყეთ თამაში, მაგრამ მაინც ენერგიულად, ხო? წარმატებები მაინც ორივე გუნდს და 6-0 არაფერი არ არის, ყველაფერი წინ გაქვთ ბიჭებო, არ მოიწყინოთ. ვეთანხმები მანიკას.
გავაგრძელოთ, ხო? მეოთხე რაუნდი. ციტატა. დაასახელეთ ნაწარმოები, რომელშიც გვხვდება შემდეგი ციტატა. მდგმურს სახის ქვედა ნაწილი თეთრი ნაჭრით დაეფარა. ხელსახოცი ალბათ თვითონ ჩამოიტანა. ხმაც სწორედ ამის გამო ჰქონდა ასე დახშული. მაგრამ მისის ჰოულის განცვიფრების მიზეზი მაინც სხვა იყო. იგი განაცვიფრა იმან, რომ ლურჯი სათვალის ზემოთ კაცს მთელი შუბლი თეთრი ბანდით ჰქონდა შეხვეული. დაასწრო 158 საჯარო სკოლამ ამჯერად უნდა ამბროლაურსაც პასუხის გაცემა, მაგრამ თქვენ გისმენთ. უჩინარი კაცი ამბროლაურს. ჰერბერტ უელსის უჩინარი კაცი. რატომ? ასე იწყება, როდესაც ანუ შედის. ანუ რა სურათი აღწერილი შეგიძლია? ანუ ის რომ სახე აქვს დაფარული და განაცვიფრა იმან რომ ანუ თითქოს სიცარიელი იყო ბანდის შეგნით. სამიკულა დამატებითი. 6-3 ხდება ანგარიში. ჰერბერტ უელსის უჩინარ კაცზე იყო საუბარი, ყოჩახ. 6-3 შემცირდა უპირატესობა და უფრო დაიძაბა თამაში აქედან გამომდინარე. ეხლა დაიწყება მთავარი ღელვა, იმიტომ რომ 3 კითხვა რჩება და რაღაცები შეიძლება შემოტრიალდეს თამაში, ამ პირიქით გაიზარდოს უპირატესობები და ასე შემდეგ. რამე რჩევა ხომ არ გაქვს მანიკა? მეგობრებისთვის რომ არ ინერვიულობ. ნერვიულობით არ შეუშალოთ ხელი თქვენი წოდნის ბოლომდე გამოვლენას. არ ინერვიულოთ და შეეცადეთ რომ გონება დაძაბოთ მხოლოდ. იცი რა მაინტერესებს და მე მგონი მაყურებელსაც, რომელიმე საყვარელი წიგნი თუ გაქვს. იცი რა, ბავშვობიდან მოყოლებული ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ძალიან პატარაობისას წავიკითხე დიმნაკიუსაკის შემდასწლიო სიკვდილს და რაღაც საკითხი რაღაცა შეიცვალა ჩემში ამ წიგნის საკითხვის შემდეგ და სულ რომ ეკითხებიან ამას ვიძახი. არ არის ეს რაღაც ძალიან გამორჩეული, ისეთი აღიარებული, არც ძალიან პოპულარული, საინტერესოა ძალიან. ერთ-ერთი ჩემი დასვენების პერიოდში წავიკითხე და რაღაცნაირად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ დღესაც. ძალიან სასიამოვნოა. თქვენ ნერვიულობას უნდა სძლიოთ. ამჯერად. კი, ნამდვილად. კარგი, გავაგრძელოთ. მეხუთე რაუნდი. ავტორი. ავტორი, რომლის სახელიც უნდა მითხრათ. თელს მსოფლიოში კარგადაა ცნობილი. მან 92 წელი იცოცხლა და საკმაოდ მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ის ლიტერატურით ადრეული ბავშვობიდან იყო გატაცებული და წერა 11 წლის ასაკში დაიწყო. გატაცებით კითხულობდა ჰერბერტ უელსის, ჟიულ ვერნისა და ედგარ პოს შემოქმედებას. რამაც დიდი გავლენა იქონია მისი ლიტერატურული არჩევანის ჩამოყალიბებაში. 2007 წელს გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე ნუ თუ რა, მე მგონი გუნდიც არ გენდობა ამჯერად. ოთარ ჭილაძე მგონი. ოთარ ჭილაძე. არ შეგითანხმებია ხო ბექასთან და ლუკასთან? გარის. ეს ხშირად ძალიან დასაფასებელი ნაბიჯია ხოლმე, როცა საკუთარ თავზე იღებს მოთამაშე თამაშს, მაგრამ ლაზარე ეს არის სამწუხაროდ. არა უშავს მეგობრებო. თქვენ კი შეგიძლიათ ყურადღებით მოусმინოთ შეკითხვას. ყურადღებით. ვაგრძელოთ. გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე მას პულიცერის პრემია მისცეს. ნიუ-იორკ ტაიმსის შეფასებით მან თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის მეინსტრიმულ ჟანრად აქცია. მისი შემოქმედების მაგნუმ ოპუსად ითვლება წიგნი უცნაურ მეხანძრეებზე და არა მაინც ხო, ნუ კითხულობ ამბენსო, პირდაპირ მითხარით, გისმენთ? ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს არის რეი ბრედბერი. უცნაური მეხანძრეები? 451 გრადუსი ფარენჰაიტით. ეს ორი პასუხია, ნამდვილად რეი ბრედბერიზე იყო ამ შეკითხვაში საუბარი და 9-3 ხდება ანგარიში მხურვალე აპლოდისმენტები ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლას. მხურვალე. ყოჩა, რეი ბრედბერი, კითხვა რო გავაგრძელე, მე მგონი თქვენც მიხვდებოდით, ხო უკვე? კარგით, ყურადღებით, ორი შეკითხვა რჩება, უფრო და უფრო იძაბება მდგომარეობა, ამიტომ ყურადღებით, მაქსიმალურად. მე-6 რაუნდი. მაყურებელი.
კითხვის ავტორია თბილისის 29 საჯარო სკოლის მოსწავლე 17 წლის ნიკა კაკულია. თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომლის ნაწყვეტიც პირველად ანონიმურად გამოქვეყნდა გაზეთში 1836 წელს. მისი ავტორი თავისი დროის უდიდესი პუბლიცისტი და ისტორიკოსია. თუმცა მსოფლიო ლიტერატურაში უფრო მეტად ცნობილია როგორც გამოჩენილი რუსი პოეტი და დრამატურგი. ასევე პროზაიკოსი და ერთ-ერთი პირველი რეალისტი. ამ ნაწარმოებში კი იგი ცდილობს ხაზი გაუსვას სახელმწიფო მმართველების ყველა სუსტ წერტილს. ნაწარმოების მთავარი გმირი 17 წლის ახალგაზრდაა, რომელიც სამხედრო ცხოვრებას უძღვნის თავს. ოჰო! გისმენთ? ანუ ჩვენ ვფიქრობთ, თუმცა დარწმუნებული არ ვართ ზუსტად, რომ ეს არის ლევ ტოლსტოის ომი და მშვიდობა. ომი და მშვიდობა. 17 წლის 17 წლის ახალგაზრდა. გამოჩენილი რუსი პოეტი. აქ ხვდებით ხო? რომ არ არის ეს სწორი პასუხი. არ არის ნამდვილად საუბარი ამ ნაწარმოებზე, ამიტომ ამჯერად 158 სკოლას ეძლევა კარგი შანსი ყურადღებით ვაგრძელებ შეკითხვის წაკითხვას. ნაწარმოების მთავარი გმირი 17 წლის ახალგაზრდაა, რომელიც სამხედრო ცხოვრებას უძღვნის თავს. მოგვიანებით იგი გაიცნობს გოგონას, რომლის მამა საკმაოდ მაღალი სამხედრო წოდების პირია. საბოლოოდ კი, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაწარმოების მთავარი გმირი იწყებს ახალ ცხოვრებას მის მეგზურთან ერთად. ვერსია არ ჩანს, 30 წამი შეგიძლიათ იფიქროთ. წამი ამოიწურა, ამ შეკითხვაზე არ არის სტუმრის მინიშნება და არ რისკავთ, როგორც ხედავ, ხო? სამწუხაროა, გაგიჩნდათ რამე ვერსია? რა? კაპიტანის ქალიშვილი, პუშკინი. გამარჯობა. ამ ნაწარმოებზე იყო ნამდვილად საუბარი. კაპიტანის ქალიშვილზე, ალექსანდრ სერგეევიჩ პუშკინის ნამდვილ ნაწარმოებზე, მაგრამ ვერ გამოიცანით ეს შეკითხვა. სამწუხაროდ, შესაბამისად, ანგარიში არის კვლავაც და კვლავაც 9-3. გუნდები ძალიან ღელავენ და მე მინდა რომ შემოვცხოთ ტაში მათ გასამხნევებლად. ხო, ხურვალი აპლოდისმენტები. მეგობრებო, გულშემატკივრობს ხალხი და მობილისტით უფრო მეტად, ხო? მანიკა, რას ფიქრობ? ხო არ ღელავ შენს? მეც ვღელავით, ჩავერთე ხო და ნერვიულობ მათ მაგივრათაც. ჯერ სათხარ. აი, ნახოთ ახლა რას იზამენ ბოლო შეკითხვაზე. 9-3, მე-7 რაუნდი, სხვა და სხვა. ახლა კი უნდა გამოიცნოთ ზაღლყურძენასებრთა ოჯახის ერთ და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი, რომლის 60-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული ამერიკასა და ავსტრალიაში. მის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა ითვლება და ევროპაში მხოლოდ მე-15 საუკუნის ბოლოს და მე-16 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თავდაპირველად ის მოაშენეს როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე. პირველად ლიტერატურაში როდის გამოჩნდა რთული სათქმელია. თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ერთი ძალიან ცნობილი პერსონაჟი, რომელიც მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან საინტერესოა. ლაზარე. ხახვი მგონია. ხახვი? იმიტომ რომ ჩიპოლინოზე წავედი და ანუ მის გარეშე? თავის გარეშე წარმოვიდგენდი. ჩიპოლინო ბუნებრივია. ამჯერად რას ფიქრობთ, ბიჭებო? არ იცი. არც მე არ ვიცი. არ არის ხახვი. არ არის ხახვი. მოგონებო? რა ხარ? არა, ვიცი, შენ სხვა რაღაც იყო.
წამაკითხებინებთ შეკითხვას ბოლომდე? ნახვით. მართლა? კაი, ყურადღებით. მას, ანუ ამ პერსონაჟს, რომელზეც იყო საუბარი, ეკუთვნის ამ სცენარის არაერთი სახეობის დეტალური კვლევა, რასაც ხშირად იყენებდა პრაქტიკაში. ნიშნულოვანია, რომ დღეს ამ სცენარის მავნებლობაზე აღარავინ კამათობს. ვერსია არ გაქვთ 30 წამი. მინიშნებაზეც გავიდეთ, მაგრამ აბუძო რა სულელი არა, ყოფილიყო ისო. სცენარის კვლევაზე იყო რა. ზაღალ სცენა რანაირი იქნება? რაღაც მომწამე ბაში. ბაშის გარეშე, ის რა საკეთებს? აა დაკوارებს საკეთებს რა დაკوارებს. იქ კვლევას რა რაღაც მასე გვიემ სცენარის მიხედვით და სცენარის რაღაც ფინანსები. 30 წამი ამოიწურა, ისევ არ ვისკავთ და აი ბოლო შეკითხვაზეც დავჭირდა დამატებითი იმედია მინიშნება. დაგეხმარებათ. მე მგონი ამჯერად დაგვეხმარება. კი. ესე იგი, შერლოკ ჰოლმსის სახე იმდენად დაუკავშირდა ამ სცენარის მოხმარებას, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანიამ მისი სახელი უწოდა გარკვეული ტიპის ჩიბუხებს და თავად ამ სცენარის ერთ ცნობილ შეფუთვას. ამის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი მოხმარება მართლა ტობაკოვარი მე მგონი დავეჭერდა. არ რისკავთ თუ რისკავთ? გავისკავთ. გარისკავთ. ანუ გონია რომ ეს არის თამბაქო. თამბაქო. შერლოკ ჰოლმსი მოიხმარდა თამბაქოს. კლავს. მავნებელია. მე მძულს პირადად სიმართლე გითხრა და ეს ორი პასუხია ნამდვილად. თამბაქოზე იყო საუბარი, შერლოკ ჰოლმსი ბოლომდე დავღეჭეთ ფაქტობრივად ეს შეკითხვა ბოლოს და მინიშნება არც თუ დაგვეხმარა. ისე რთული იყო, თუმცა ალბათ დაიბნენ ცოტა ბავშვები ბოლო შეკითხვაზე. მადლობა მინიშნებისთვის. ანგარიში კი არის 10-3. წინ არის ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლა და ბლიც ტურის დრო დგება. არის ნერვიულოთ მეგობრებო? მე შეპირებისამებრ დაგირიგებთ საჩუქრებს. მოდი ვნახოთ რა გვაქვს საჩუქრების ჩანთაში. ლუკა, რა იქნება ნეტა? ბლოკნოტი. ვა, სტივენ ჰოკინგი, ჩემი მოკლე ისტორია. ძალიან საინტერესო წიგნი. ასევე რა თქმა უნდა, ბლოკნოტი, ჩვენი ლოგოთი. აქვე არის კიდევ და კიდევ. ამოვიღებ ახლავე. სტიკერი. სანიშნე და კალამი. ეს ხუთივე ნივთი, აი ამ ჩანთასთან ერთად შენ, ლუკა. და თითოეულ მონაწილესაც ჩვენ კი გვიახლოვდება სასტიკი ეტაპი, ბლიც ტური. პირველ რიგში სანამ ბლიც ტურზე გადავალთ, მანიკა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო სტუმრობისთვის, გულშემატკივრობისთვის, მინიშნებებისთვის, გამხნევებისთვის და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. მოწვევისთვის თქვენ. წარმატებები ყველას. მეგობრებო, მზად ხართ ბლიც ტურის სათამაშოდ? ვინ ითამაშებს ბლიცს ამბროლაურიდან? მარიამი. მარიამი, კარგი. ნინო, ლიკა. და ლუკა, გადაწყდა. კარგი. ბექა და ლაზარე ტოვებენ ლუკა. მარიამ, პირველი შენ უნდა ითამაშო, რადგან წინ ხართ. მზად ხარ? დიახ. დავიწყოთ ბლიცი მარიამთან. დავიწყოთ. პერსონაჟი ზურგზე პროპელერით. შემდეგი. კალსონი, რომელმა მწერალმა უმანდერძა მეგობარს საკუთარი წიგნების დაწვა. კაპკა. სწორია, რადიო პიესა, რომლის მთავარი გმირი ნავიგაციის სისტემაა. შემდეგი. ნავიგატორი, რისთვის გამოიყენება შელოცა ალოჰომორა. შემდეგი. კარის გასაღებად, კითხვარი, რომელიც ცნობილი ფრანგი მწერლის სახელს ატარებს. შემდეგი. პრუსტის, ილიადეს მოქმედება ტროას ომის მერამდენე წელს ხდება. შემდეგი. მეათე, როგორ დღეზე მოგვითხოვ რიუნოს კეაკუტაგავა. უკაცრია. უსიერ. უსიერ. ცხოველების ფერმაში რა არსებაა ბოქსერი. ცხენი. სწორია, ვინ ამბობს კაცი კაცსა შემოწორთნე ცხენ კაცისა დავდგი გორი. ტარიელი. სწორია, როგორ სულებზე მოგვითხოვ გოგოლმა. შემდეგი. მკვდარ, ვის დაცვაზე მოგვითხრობს ნაბოკოვი. ლუჟინი, ვინ უყარდება დუმბაძის ზურიკელას სოფელში. შემდეგი. მერი, რომელი ზღაპრის გმირები არიან კაი და გერდა. შემდეგი. თოვლის დედოფალი, ქალაქი, რომელიც ჯეიმს ჯოისის მოთხრობებს აერთიანებს. დუბლინი. სწორია, ღმერთი, რომლის შვილია პერსი ჯექსონი. შემდეგი. პოსეიდონი. დრო ამოიწურა.
მარიამმა დააგროვა 4 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მას. 4 სწორი პასუხი. ლუკა. მზად ხარ? ნამდვილად. დავიწყოთ ბლიცი ლუკასთან. დავიწყოთ. რისი ბინადარია კარლსონი? მსახურობს. სწორია, რომელიც ცნობილი ინგლისელი პოეტი გარდაიცვალა საბერძნეთში? შემდეგი. ბაირონი, ავტორი პიესისა ნაფტალინი. შემდეგი. ლაშებუღაძე, რისთვის გამოიყენება შელოცვა ლუმოს? ასანთებაჭო. სწორია, ფრანგი მწერალი, რომლის სახელით ცნობილი ფრანგული ქალაქის სახელს ემთხვევა. შემდეგი. მარსელ პრუსტი, ილიადას დასაწყისში რომელი ღმერთი განრისხდება ბერძნებზე? ზევსი. აპოლონი, სადაურ დღეზე მოგვითხრა ჰარუკი მურაკამი. შემდეგი. ნორვეგიულ ცხოველების ფერმაში რა არსებაა ბენჟამენი? შემდეგი. ვირი, ვინ ამბობს კაცი ჩემგან განატყორტნი გორავს ვითა ტანაჯორი? არიელი. სწორია, გოგოლის რომანის სათაური რაც შემოწმებელს ნიშნავს. შემდეგი. რევიზორი, რომელი თამაში გვხვდება რომანში ლუჟინის დაცვა? შემდეგი. ჭადრაკი. სწორია, რა ქვია ზურიკელას ზალხს, რომელიც ნადირობისას შემოაკვდება? შემდეგი. მურადა, მეზღაპრეები, რომლების პერსონაჟებიც არიან ჰანსი და გრეტელი. ჰანს ქრისტიან ანდერსენი. ძმები გრიმები, რომელი ნაწარმოების გმირია სტივენ დედალოსი? ულის. სწორია, სტიქია, რომელიც პერსი ჯექსონს ემორჩილება. წყალი. სწორია, სადაური პოემაა ვისრამიანი. სპარსული. სწორია. დრო ამოიწურა. ლუკამ დააგროვა 7 სწორი პასუხი. დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს. სწრაფად დაუბრუნდით და საბოლოო ანგარიში უნდა გამოვაცხადო, რომელიც გახლავთ 14-10 მოიგო ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლამ. გილოცავთ გოგონებო, მოიგო ამ დაძაბულ ბრძოლაში ამბროლაურმა და გადავიდა მეოთხედ ფინალში და აგრძელებს ბრძოლას მთავარი პრიზის მოსაპოვებლად. აპლოდისმენტები. და აპლოდისმენტებით გავაცილოთ 158 საჯარო სკოლას ჩვენი თამაშიდან მათ იბრძოლეს და შესანიშნავი თამაში აჩვენეს. თუმცა ამ ეტაპზე ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლაა გამარჯვებული, შესაბამისად თამაში დასრულდა. მე კი ისღა დამრჩენია რომ დაგემშვიდობოთ და გითხრათ რომ ჩვენ შემდეგ თამაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა და თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა. უყურეთ გადაცემას წიგნებისთან, რომ უგულშემატკივრეთ გუნდებს და იყავით აზარტული ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ შოუსთან ერთად. გემშვიდობებით. როგორ დავიდა? ვერასდროს მასწავლიჩქუას შენ ვერასდროს მასწავლიჩქუას შენ მე ვერასდროს მასწავლიჩქუას ვერასდროს მასწავლიჩქუას